1579 წელი. ირანის მმართველს შაჰ თამაზს მოსვენებას არ აძლევს ქართლის სამეფო და მისი ბაგრატიონი მმართველი. არადა 14 წლის განმავლობაში 4-ჯერ ილაშქრა გურჯების ამ პატარა სამეფოში. მრავალი ციხე დალეწა, არაერთი სოფელი მოაოხრა. დიდი მოწადინებით ერთმანეთის მიყოლებით შემოსრა სალოცავები. ბოლოს კი მისმა ყიზილბაშებმა ქართველების ხმალჩაუგებელი მეფე ლუარსაბი სასიკვდილოდაც კი დაჭრეს. ის იყო იფიქრა, რომ ქართლი დანებდებოდა, ახლა ლუარსაბის შვილი სიმონი გამოჩნდა. სიტყვა დელის გაგონება ჭირივით ეზიზღება თამას. ასე ხომ იმ ბაგრატიონს მოიხსენიებენ, რომელიც ისე იბრძვის ომიანობის ჟამს, რომ ეს მხოლოდ დელს, ანუ გახელებულ, გადარეულ ადამიანს თუ შეეძლება. მის მოსასპობად და ქართლის საბოლოოდ დასამორჩილებლად შაჰი საქართველოში აგზავნის ყიზილბაშებით საგანგებოდ დაკომპლექტებულ ლაშქარს. ალგეთის ხეობაში კი მაღალ გორაგზე მდგომი ციხის კედლებიდან იყურება აბჯარ ასხმული ახალგაზრდა მეფე სიმონი. ხმლის ვადაზე მტკიცედ შემოვლებულ ხელის მტევანზე ამობურსვია ძარღვები, სადაც მისი გენეალოგიის ერთ-ერთი წარმომადგენლის და მისნაირი მებრძოლის უშიში ვითარცა უხორცო მეფე გიორგის სისხლი ჩქებს. მოგესალმებით, თქვენი მონამორჩილი, კვლავინდებურად ჩემშულ ნატალისთან ერთად და გიბრუნდებით რიგით მე-9 სერიით ისტორიული ეპიზოდები ქართლიდან. ძელდება ჩვენი მოგზაურობა ქვემო ქართლში, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ შემოგთავაზოთ რიგით მე-9 სერი, სადაც თქვენ იხილავთ ფარცხისის ციხეს და ნასოფლარ ფორქანს. დანარჩენი კი უშუალო ციკლი. წავედით. ამბავი, რომელიც მე თქვენ დღევანდელი სერიის პროლოგში გიამბეთ, მე-16 საუკუნის 60-იანი წლების საქართველოში ვითარდებოდა. სწორედ იქ, სადაც მდებარეობდა ძველი ქართული დასახლება ფარცხისი და ამავე სახელწოდების ციხესიმაგრე. ფარცხისი, როგორც სოფელი, დღესაც ინარჩუნებს დასახლების სტატუსს. ხოლო მისგან დასავლეთით განაპირა მხარეს მდგომი საფორტიფიკაციო ნაგებობა კი, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენამდე ფრაგმენტული სახით არის მოღწეული. სანამ ისტორიულ წყაროებში მისი კვალის ძიებას დავიწყებდეთ, გეტყვით, რომ გასულ მე-20 საუკუნეში, უფრო ზუსტად კი 1958 წელს საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერებმა მოაწყვეს ექსპედიცია, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა გათხრები ფარცხისის ციხის მიდამოებში. კვლევის შედეგად გამოვლენილ იქნა როგორც თიხის, ასევე არქაული კერამიკის ნატეხები, რომელიც მიმოფანტული იყო სწორედ იმ გორაზე, სადაც ციხეა აღმართული. ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი, არქეოლოგი გიორგი ლომთათიძე წერდა, რომ გორა, რომელზეც ფარცხისის ციხე იდგა, წარმოადგენდა ეგრეთ წოდებულ ნაცარგორას, ანუ ძველ ნამოსახლარ ბორცვს, ხოლო შემდგომში სწორედ ამ გორა ნამოსახლარზე აუგიათ ჩვენს წინაპრებს საფორტიფიკაციო ნაგებობა. თუ ფარცხისის ციხეს დავაკვირდებით, მარტივად შევამჩნევთ, რომ განსხვავებით სხვა ციხეებისგან, რომელსაც ძველად ქართველები საგულდაგულოდ შერჩეულ მიუვალ ადგილებში აგებდნენ, ის ასე ვთქვათ შედარებით მარტივ რელიეფზეა გაშენებული. აქედან გამომდინარე ისმის კითხვა, თუ რა კრიტერიუმით იქნა შერჩეული ციხის ასაგებად ეს ადგილი. ასეთი გადაწყვეტილების მიღება საუკუნეთა უკან ჩვენს წინაპრებს მოუწიათ თავად ქვემო ქართლში არსებული ლანდშაფტის თავისებურების და გამო. ანუ უფრო ზუსტად რომ გითხრათ, თუ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში კავკასიონის ქედი ბუნებრივად ქმნიდა დამცავ ზოლს, ალგეთის ხეობის შედარებით დაბალი მთები იოლად დასაძლევ დაბრკოლებას წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანაზე წამოსული მტრისათვის. ხოლო ქვემო ქართლზე გამავალი გზები ძირითადად მოყვებოდა ისეთ მდინარეებს, როგორებიცაა მტკვარი, ხრამი და ალგეთი. ერთადერთი, რაც ამ გზების გაკონტროლებასა და ქვეყნისათვის ეგრეთ წოდებული ღია კარის ჩაკეტვას შეძლებდა, იყო ის ციხეები, რაც აქ იგებოდა საუკუნეთა უკან. ასეთ თავდაცვით სამშენებლო სისტემაში ფარცხისის ციხე მის თავზე მდგომ ბირთვისის ციხესთან და ორბეთის სიმაგრესთან ერთად შეიძლება ითქვას, რომ დაცვით წრეს ქმნიდა ხეობაში. ამას ადასტურებს მე-18 საუკუნეში მოღვაწე, ქართველი ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის ჩანაწერიც, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს. სად ერთვის ალგეთს ხევი ესე, მუნარს ციხე ფარცხისი, ფარი ბირთვისის ციხისა. საინტერესოა, რა პერიოდში შენდება აქ ციხესიმაგრე. ჩვენამდე მოღწეულ ისტორიულ ხელნაწერებში, კერძოდ კი მატიანე ქართლისაში, ფარცხისის ციხე პირველად ამოიკითხება მე-10 საუკუნის მდგომარეობით. და ის ბირთვისის ციხესთან ერთად ქვეყნის მპყრობელ არაბთა ხელში მყოფ სიმაგრედ არის დასახელებული.
მე-10 საუკუნის მეორე ნახევრიდან, ესე იგი იმ პერიოდიდან, რაც ჩვენს ქვეყანაში იქმნება ერთიანი ფეოდალური ცენტრალიზებული სამეფო, ხოლო მის სათავეში დგას ბაგრატ მესამე, არაბები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მე-7 საუკუნიდან მოყოლებული პატონობდნენ, ძალას კარგავენ და მათ სამფლობელოდ შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ თბილისი და მის სიახლოვეს მყოფი გარკვეული ტერიტორიები ღარჩება. როგორც უკვე ზევით აღვნიშნე, მე-10 საუკუნისათვის არაბთა მფლობელობაში შემორჩენილ თითზე დასათვლელ ადგილთა შორის სჩანს სწორედ რომ ფარცხისის ციხეც. ვინაიდან და რადგანაც ამაზე ძველი ცნობა ჩვენ არ მოგვეპოვება, საფორტიფიკაციო ნაგებობას მიაკუთვნებენ მე-10-მე-11 საუკუნის ძეგლებს. მაგრამ ეს მოცემულობა არანაირად არ გამორიცხავს იმას, რომ აქ ციხე-სიმაგრე ბევრად ადრეული პერიოდიდან ყოფილიყო. მით უმეტეს რომ როგორც უკვე ზევით გითხარით, 1958 წლის არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გაკეთებული აღმოჩენებით, გიორგი ლომთათიძე გადაჭრით ამბობდა, რომ ციხე არქაულ ნამოსახლარზე იყო აგებული. გავაგრძელოთ ძიება ისტორიულ წყაროებში იმ ამბებისა, რომელიც ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის მთავარ ობიექტთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებს გამოაშკარავებს. ქართლის ცხოვრებაში ამოიკითხება ასეთი რამ და შემდგომად მცირედისა ჟამისა. აზრახა ლიპარით ბაგრატს წაღება ტფილისისა, მოადგეს ტფილისა ამიერით და იბრძოდეს 2 წელ და ამის ქალაქის აბრძოლასა შინა წაუხუნეს ციხენი ორბეთი და ფარცხისი. ხელნაწერში ხსენებული ლიპარიტი გახლავთ კლდეკარის ერისთავი, ესე იგი ბაღვაშთა ოჯახის წარმომადგენელი, ხოლო ბაგრატ მე-4 ერთიანი საქართველოს მეფე. სწორედ რომ ლიპარით ბაღვაში შეგონებით, ბაგრატ მე-4 მე-11 საუკუნის 30-იან წლებში გაილაშქრებს თბილისზე, რათა გაანთავისუფლოს ქალაქი არაბი ამირასაგან და შემოუმტკიცოს მის სამეფოს. ბაგრატიონი მონარქის მიერ წარმოებულმა ალყამ, რომელმაც 2 წელი გასტანა, უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო თბილისის საამირო, რის შედეგადაც არაბმა მმართველმა დაკარგა მის მფლობელობაში მყოფი 2 უმნიშვნელოვანესი ციხე, ორბეთი და ფარცხისი. ესე იგი ჩვენი სერიის მთავარი ობიექტი ქართველთა ხელში გადადის მე-11 საუკუნის 30-იან წლებში. ამავე საუკუნის 60-იან წლებში ისტორიულ წყაროებში კვლავ მოიკითხება ფარცხისი შემდეგნაირად, ხოლო თავისად აღიხუნა ციხენი, რუსთავი, ფარცხისი, აგარანი, გრიგოლწმიდანი და ქავაზიანი. ეს ნაწყვეტი კვლავ ბაგრატ მე-4-ისა და მის მიერ ციხეთა ხელახალ შემომტკიცების ამბავს მოგვითხრობს, რომელთა რიგებშიც კვლავაც ჩანს ფარცხისი. მართალია ბაგრატიონმა მეფემ ერთხელ უკვე იხსნა ფარცხისი მტრისაგან, მაგრამ ის სხვა სიმაგრეებთან ერთად მან დაკარგა მაშინ, როდესაც საქართველოში მეორედ ილაშქრეს თურქ-სელჩუკებმა სულთან ალფ არსლანის მეთაურობით 1068 წელს. სელჩუკთა სულთანი სანამ საქართველოს დატოვებდა, მის მიერ დაპყრობილი ციხეები განძის ამირას ფადლონს გადასცა მფლობელობაში. ხოლო რა წუთს ალფ არსლანი წავიდა ჩვენი ქვეყნიდან, ბაგრატმა დრო იხელთა და ბრძოლით დაიბრუნა მისი კუთვნილი სამფლობელო სიმაგრენი. რა დროსაც განძის ამირა ფადლონი არათუ მხოლოდ დაამარცხა, არამედ დაატყვევა კიდეც. ამ პერიოდიდან მოყოლებული კი ფარცხისის ციხე შეიძლება ითქვას, რომ მთელი თავისი არსებობის მანძილზე მუდმივად ქართველთა კუთვნილებას წარმოადგენდა. გავაგრძელოთ ფარცხისის სიმაგრესთან დაკავშირებულ წყაროთა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით განხილვა და გავეცნოთ ხელნაწერს, რომელიც შესრულებულია დავით მე-4 აღმაშენებლის ისტორიკოსის მიერ. შემდგომად შეკრიბა სარანგი და მოხმართა გიორგი მეფესა, ხოლო გიორგი ყოლითა სპითა თვისითა მიეგება. შეიბნენ ფარცხის, ძალითა ჯვარისათა ზლო გიორგი მეფემან და მოსყუდნა სპანი სარანგისანი ურიცხვნი. ნაწყვეტი აღმაშენებლის ისტორიკოსის მიერ მე-12 საუკუნის პირველ ნახევარში დაწერილი თხზულებიდან გვიყვება ამბავზე, რომელიც მოხდა 1074 წელს, რა დროსაც ერთიანი ფეოდალური საქართველოს მეფე იყო დავითის მამა გიორგი მეორე. ამ უკანასკნელმა ბრძოლა გადაიხადა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ, რომელთა ლაშქარსაც მეთაურობდა სულთან მელიქ-შაჰის სარდალი სარანგი. გიორგიმ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ფარცხისთან, სადაც მის ლაშქარს დახმარებას უწევდა ასევე კახეთის მეფე ახსართანი თავისი ჯარით. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ პერიოდში კახეთ-ჰერეთი კვლავაც ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას და მასზე ჯერ კიდევ არ ვრცელდებოდა ერთიანი ცენტრალიზებული სამეფოს სათავეში მდგომი ბაგრატიონი მონარქის ძალაუფლება. მე-12 საუკუნიდან მოყოლებული მე-16 საუკუნის 60-იან წლებამდე შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ იკარგება ფარცხისის ციხის კვალი. ეს რა თქმა უნდა არა იმიტომ, რომ ამ ისტორიულ ადგილზე მთელი 4 საუკუნის განმავლობაში მნიშვნელოვანი აღარაფერი მომხდარა, ან სიმაგრემ დაკარგა თავისი მნიშვნელობა.
არა, უბრალოდ ის ხელნაწერები, რომელიც მის თავზე გარდახდენილ ამბებს ინახავდა, უბრალოდ აღარ არსებობს. რაც რა თქმა უნდა, გამოწვეული უნდა იყოს იმ გაუთავებელი შემოსევების და გამო, რაც ამ მხარეში საუკუნეთა განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. კიდევ ერთი ისტორიული მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია ფარცხისის ციხესთან და რაზეც ახლა დავიწყებთ საუბარს, წარმოადგენს იმ ამბის გაგრძელებას, რომელიც მე დღევანდელი სერიის დასაწყისში გარკვეული დოზით უკვე ვახსენე. თუ აქამდე განხილული ისტორიული მოვლენები გამარჯვებებთან და ციხის მომხდური მტრისგან გამოხსნას გვამცნობდა, ეს ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, იმ სენზე მოგვითხრობს, რასაც ღალატი ქვია და რის მეშვეობითაც ქართველზე დიდი მტერი არასდროს ყოლია. როგორც უკვე სიუჟეტის დასაწყისში გითხარით, 1569 წელს ირანის მმართველმა შაჰ თამაზმა ქართლში გამოგზავნა ლაშქარი, რომლის მიზანიც დაუოკებელი ბაგრატიონის, დელი სიმონის დამარცხება და მის ნაცვლად ტახტზე ვინმე დაუთ ხანის დასმა იყო. რეალურად ეს პიროვნება გახლდათ დავით ბაგრატიონი, უმცროსი ძმა სიმონისა და შვილი ასევე ყიზილბაშების წინააღმდეგ დაუცხრომლად მებრძოლი ლუარსაბისა. დავითის, იგივე დაუთ ხანის პიროვნება ნამდვილად პარადოქსია ასეთი მამისა და ძმის ფონზე. თან ამას დამატებული, იგი მას შემდეგ, რაც ბაგრატიონთა შტო მე-10 საუკუნიდან სათავეში ჩაუდგა საქართველოს სამეფოს და მაშინაც კი, რაც მე-15 საუკუნეში სამეფო სამთავროებად დაშლილ ქვეყანაში აგრძელებდნენ მეფობას, გახლავთ პირველი უფლისწული ისტორიაში, რომელმაც მაჰმადის რჯული მიიღო, თან ისე, რომ ეს მისთვის არავის დაუძალებია. იგი თავისი ფეხით იახლა შაჰ თამაზს და მოინათლა მაჰმადიანად. ყიზილბაშები ზურგ გამაგრებულ დაუთ ხანს ერთი სული ჰქონდა, როდის ჩამოართმევდა გვირგვინს სიმონს. ქართლს ბოლომდე ხელში ჩაუგდებდა ირანელებს და თავად კი იქნებოდა მათი მარიონეტი სამეფო ტახტზე. აი ასე მომწიფდა 1569 წელი ფარცხისის ციხესთან, სადაც სიმონ მეფე თავისი ლაშქრით ემზადებოდა ირანელებთან საბრძოლველად. მაგრამ აქ კიდევ ერთი მოღალატე ქართველი გამოდის ასპარეზზე, რომლის ვინაობასაც ქართლის ცხოვრება შემდეგნაირად გვამცნობს. მაშინ განილტო ყორღანაშვილი კახაბერ და გულდებულ ყნა ყიზილბაშნი მეფესა ზედა. რამე თუ აქ უნდათ მათ შიში დიდი, მოუძღვა იგი და ეწყო მეფე ფარცხის მას. კახაბერ ყორღანაშვილი, კიდევ ერთი მედროვე იმ პერიოდის ქართლში, რომელიც მტერს თავისი ნებით მიეგება, შეაგულიანა და წამოუძღვა წინ მეგზურად. ფარცხისის ციხესთან დაბანაკებული სიმონი, მისთვის დამახასიათებელი სწრაფი შეტევით ეკვეთა ყიზილბაშებს, რომელნიც მიუხედავად იმისა, რომ ქართველთა ლაშქარს ჭარბობდნენ, ვერ გაუძლეს სიმონის გააფთრებულ თავდასხმას, პირი იბრუნეს და გაქცევა დაიწყეს. მეფე მისი თანმხლები მცირე ამალით ფეხთაფეხ მისდევდა მტერს და ხმლით კაფავდა მის წინააღმდეგ გამოლაშქრებულ ირანელებს. ამ პროცესში გართული დელი სიმონი ისე დაშორდა ქართველთა ძირითად ლაშქარს და აღმოჩნდა ყიზილბაშთა გარემოცვაში, რომ თავადაც ვერ მიხვდა. სამაგიეროდ შექმნილ ვითარებას ზედმიწევნით კარგად აღიქვამდა ყორღანაშვილი. იცნა მეფე კახაბერ ყორღანაშვილმან და ეტყოდა ყიზილბაშთა ეგეარს მეფე შეიპყარით. მასვე წამსა გარშემოერტყნენ და შეიპყრეს მეფე სიმონი, ძლიერად mbრძოლი. ასე დაატყვევეს ფარცხისთან გამართულ ბრძოლაში სიმონ ბაგრატიონი და გააგზავნეს ირანის შაჰ თამაზთან ყაზვინში, რომლის ბრძანებითაც თითქმის 9 წლის განმავლობაში ალამუტის ციხეში ჰყავდათ გამოკეტილი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ყორღანაშვილს სიმონ მეფის ცოდვა მიწაზე დიდხანს აღარ უტარებია. რამე თუ სიმონის ერთგულმა და ქართლის მეწინავე ლაშქრის მხედართ მთავარმა საჩინო ბარათაშვილმა შეიპყრო იგი კოჯრის გზაზე და გელიყარის ციცაბო კლდიდან გადააგდო. ამ ამბიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ კვლავ ჩნდება ისტორიულ წყაროებში სიმონ ბაგრატიონი და ფარცხისი ერთ კონტექსტში. 1599 წელს სიმონი ნაუცბათევად შეგროვილი ქართლის მეწინავე რაზმით, რომელიც არც თუ მრავალრიცხოვანი იყო, სასწრაფო წესით თბილისზე წამოსული ოსმალოს შესაჩერებლად ქვემო ქართლში სოფელ ნახიდურთან ეკვეთა მტერს. შეტაკების წინ ქართველ მეომრებს ზიარება მიუღიათ. ერთმანეთს გამომშვიდობებიან და ისე ჩაბმულან უთანასწორო ბრძოლაში. როგორც მე-17 საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანიძე წერს, მეფემ ცხენი დასძრა და მისმა მხედრებმა გამოწეული შუბებით მედგრად შეუტიეს ოსმალებს. თითო ქართველს 4-5 ოსმალო გადმოეგდო ცხენიდან. ხელშუბიანი მეფე მტრის რომელ რაზმსაც შეუტევდა, მყისიერად შლიდა. რამოდენიმე საათიანი ბრძოლის შემდეგ სიმონსა და მის ამალას უკან ფარცხისისკენ დაუხევიათ. არამედ მეფესა მოსრულსა ფარცხის შთაუვარდა ცხენი ლიასა შინა. მიუტევნენ ურუმნი და შეიპყრეს მეფე სიმონ. როგორც ძველი ქართული საისტორიო სახის თხზულებათა კრებული, ქართლის ცხოვრება გვიყვება
ფარცხისთან მეფის ცხენი ტალახში ჩავარდნილა. მისი ამოყვანა გაძნელებულა, რა დროსაც ოსმალო მდევარიც დაწევია მეფეს და შეუპყრიათ იგი. ბედის ირონია ამ ამბავში გარდა იმისა, რომ სიმონი კვლავ ფარცხისში იქნა დატყვევებული, არა მხოლოდ ეს არის, არამედ შეპყრობის წინ მისი ვინაობა მტერს კვლავ ქართველისაგან გაუგია. ამჯერად გამაჰმადიანებული თავადი ბარათაშვილისგან, რომელსაც ოსმალოთა მეთაურ ჩაფარ ფაშასთვის უთქვამს. ლაშქარი აღარავინ შერჩომია და ისრევე ამაყად ტალახში ჩაფლული ისარსისვრისო. სტამბოლს გაგზავნილი სიმონ მეფე სულთნის ბრძანებით იედიყულეს ციხეში გამოკეტეს. ეს ტყვეობა მისთვის საბედისერო აღმოჩნდა, რამე თუ ქართლის დაუოკებელმა სულმა, გახელებულ გიჟ სიმონად წოდებულმა, თავისი ქვეყნისა და ხალხის ერთგულმა მეფემ სული იედიყულეს ციხის კედლებში განუტევა. უყურებთ ფარცხისის ციხის სქელი კედლის ობლად შემორჩენილ წყობას და მახსენდება ტყვეობაში დაწერილი ლექსი სიმონ მეფისა, რომელიც მისი სულიერი მდგომარეობის სიმძიმეს აღწერს. მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ეს ტრიქონები ფარცხისის ციხის ყოფასაც ისე ესადაგება, როგორც მის მისადგომებთან ორჯერ დატყვევებულ სიმონს. სამდურავმა ბედის ტრიალმა გამანადგურა. ამის გამო ხალხის თვალშიც არად ვიქეცი. თუმც ვზიდეთ ცხენისა და აკლემის ტვირთი. მადლობა გამჩენს ახლა ხვედრი შემიმსუბუქდა. ხუთი წლის განმავლობაში ნიკო ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით, როცა ამ მხარეს ვსწავლობდით, ჩვენს განსვიფრება საზღვარი არ ჰქონდა, რადგან ამდენი ნაუხარ ნასახლარი არსად გვენახა. მდინარე ალგეთის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ფარცხისის პირდაპირ მდებარეობს ნასოფლარი, რომელსაც ადგილობრივები ფორქალის უწოდებენ. ასეთი სახელის მქონე სოფელი ძველ საბუთებში მოიხსენიება, როგორც ეტყობა აქ ბარათაშვილების ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი ცხოვრობდა. თქვენ მოისმინეთ ნაწყვეტი ქართველი მეცნიერის პარმენ ზაქარაიას ჩანაწერიდან, რომელიც შეტანილია მისსავე წიგნში სახელწოდებით ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია. ზაქარაია არ ცდებოდა, როდესაც აქაურობას ბარათაშვილების ერთ-ერთი შტოს წარმომადგენლის საცხოვრისად ასახელებდა. 1676 წელს ქართლის სამეფო კარზე შესრულებულ ფიცის წიგნში მოხსენიებულია ფორქალისი როგორც გოსტაშაბიშვილების საბატონო მამული. ასევე 1727-1728 წლების ოსმალურ დოკუმენტში თბილისის ვილაიეთის დიდ დავთარში, რომელზეც მე ისტორიული ეპიზოდები ქართლის წინამდებარე მერვე სერიაში უკვე ვისაუბრე, ასევე ამოიკითხება სოფელი ფორქალისი, რომლის მფლობელებიც გოსტაშაბიშვილები არიან. გარდა ამისა, 1713 წლის ხელნაწერებში ფორქალისი დახასიათებულია შემდეგი სიტყვებით: გოსტაშაბიშვილებს იქ ჰქონდათ ხოდაბუნი. სიტყვა ხოდაბუნით ძველად მოიხსენიებდნენ ვრცელ სახნავ-სათეს ადგილს ან ადგილებს, რომელიც მდებარეობდა ტყეში. დღეს ნანგრევებად ქცეული ეს დასახლება, მასში მდგომი ორი დარბაზული ტაძრითა და აქაურობის ბატონ პატრონისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი სასახლით მართლაც ტყეშია განთავსებული. ხოლო ამ ადგილზე საქართველოს გასაბჭოებამდე ნასოფლარის სიახლოვეს მაცხოვრებელი ქართველები მიწას ამუშავებდნენ, რაც გამოძახილი უნდა ყოფილიყო იმ საქმიანობისა, რაც აქ საუკუნეთა უკან ხორციელდებოდა. თქვენ ახლა კადრში ხედავთ სასახლის ნანგრევებს, რომელიც თავისი არსებობის საუკეთესო პერიოდში ორ სართულიან ნაგებობას წარმოადგენდა მასზე მიდგმული ორი ცილინდრული ფორმის კოშკით. დღეს ეს ნაგებობა სავალალო მდგომარეობაშია. გარდა იმისა, რომ კედლები უმეტესად ჩამონგრეულია, ასევე გადარჩენილი სამშენებლო ფენა და უმთავრესი ნაწილიც ძირითადად მიწითაა დაფარული, რაც ართულებს სასახლის პირვანდელი ფორმების შესახებ წარმოდგენის შექმნას. თქვენ კადრში ხედავთ პარმენ ზაქარაიას მიერ შექმნილ ნახას, რომელშიც დატანილია ის თავდაპირველი ფორმები ნაგებობისა, რა სახითაც ის აქ ერთდროს იდგა. ზაქარაიას მიაჩნდა, რომ სამშენებლო სტილიდან გამომდინარე, ფეოდალისათვის განკუთვნილი ნაგებობა უნდა განეკუთვნებოდეს მე-16-მე-17 საუკუნეებს. ხოლო მისი მფლობელები, როგორც უკვე ზევით აღვნიშნეთ, გოსტაშაბიშვილთა ფეოდალური ოჯახის წარმომადგენლები იყვნენ. ეს გვარი წარმოიშვა ქვემო ქართლის ბატონ პატრონ ბარათაშვილთა იგივე ბარათიანთ გაყრის შემდეგ მე-16 საუკუნეში. რა დროსაც 1523 წელს გოსტაშაბ ბარათაშვილმა მის მამულად განამტკიცა ძირითადად ალგეთის ხეობაში შემავალი სოფლები და სათავე დაუდო სათავადოს, რომელსაც მოიხსენიებდნენ როგორც საგოსტაშაბიშვილოს. ასე იქცნენ ფორქალისის მფლობელი ბარათაშვილები გოსტაშაბიშვილებად. იმაზე, რომ აქ ოდესღაც სიცოცხლე არსებობდა, დღეს მხოლოდ დარბაზის ნანგრევები და მის სიახლოვეს მყოფი ტაძრები ღამეტყველებს.
დარბაზული სტილის, ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ეს ორი ნიმუში შეიძლება ითქვას, რომ მებატონე გოსტა შაბიშვილების საცხოვრისზე უკეთ გამოიყურება. მაგრამ მთლიანობაში რომ შევხედოთ მოცემულ სურათს, არც მათი მდგომარეობა ასახარბიელო. კაცმა არ იცის კიდევ რამდენ ყინვიან ზამთარს გადაიტანენ ტყეში ჩაკარგული და ნასოფლარის სიღრმეში მდგომი სალოცავები. მათი შემხედვარეს მიჩნდება განცდა იმისა, რომ მეც იმ გამონაკლის ადამიანთა შორის ვარ, ვინც შეძლო სულზე მოესწრო და მოელოცა მართალია სანახევროდ ჩამონგრეული, მაგრამ მაინც ფეხზე მდგომი ალგეთის ხეობის საუკუნოვანი ქრისტიანული ტაძრები. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ერთ კარგ კაცს, ვახტანგ შონიას, რომელმაც არ დაიზარა და გაგვიწია მეგზურობა ფორქალისის ნასოფლარისკენ მიმავალ გზაზე. სიუჟეტის დასასრულისას კიდევ ერთხელ შევეხები დღევანდელ სერიაში ჩემს მიერ არაერთხელ ნახსენებ 1958 წელს განხორციელებულ ექსპედიციას, რომელიც უშუალოდ ფარცხისის ციხისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გამოკვლევას ისახავდა მიზნად. ამ დროს გარკვეული დოზით არქეოლოგიური სამუშაოები ფორქალისშიც იქნა ჩატარებული, რომლის შედეგადაც ორი მნიშვნელოვანი აღმოჩენა იქნა გაკეთებული. ექსპედიციაში მონაწილე მეცნიერები ლონთათიძე და გრუტიშვილი ნასოფლარში მოპოვებული კერამიკისა და ობსიდიანის ნატეხებზე დაკვირვებით მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ამ ადგილზე დასახლება ჯერ კიდევ ადრე ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული არსებობდა. გარდა ამისა, მკვლევარებმა აღმოაჩინეს ისიც, რომ წინათ ფორქალისი ფარცხიში მაცხოვრებელი ძველი ქართველებისათვის არა მხოლოდ მეზობელი სოფელი იყო, არამედ ეს გახლდათ ადგილი, სადაც ისინი მოიპოვებდნენ სწორედ იმ თიხას, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში მათი ყოფა ცხოვრებისათვის აუცილებელ საგანთა დასამზადებელ წყაროს წარმოადგენდა. ასე ამგვარად დღევანდელი სერიაც დასრულდა, რაც ნიშნავს იმას, რომ დრო მოვიდა დამშვიდობების მომდევნო ახალ ისტორიულ სიუჟეტამდე და ერთადერთი რა თხოვნაც გვაქვს, რა არის მამი? ვისაც მოგწონთ მამა ჩემის მიერ გადაღებული ვიდეოები, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. დროებით, წავედით.